დასვენება გინდათ იმოგზაურეთ. თუ ფულის აჩუქლისთვის არ ყოფით, დაამატეთ. რატო გავჩერდით? მარიწერება? ელემენტია გამოსასვლელი. ყველაფერი ასე მარტივად რომ იყოს კარგი იქნებოდა. Ზუსტად ეგრეა. რა არის ეგრე? სესხის აღება. დააჭერ, შეავსებ და მიიღებ. პირველი სესხი უპროცენტოა. რა დროს შირდება ამ თანხის გადმორიცხვას? დაახლოებით 1 წუთი. წავიდა! მაი კრედიტ წერტილი ჯი. აიღეთ უპროცენტო სესხი 1 წუთში. სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მიმართა ოპოზიციურ პარტიებს, რესპუბლიკელებს, თავისუფალ დემოკრატებს, გირჩს, პაატა ბურჭულაძის გუნდს, ახალ მემარჯვენეებს, ნაციონალებს, ვაშაძის ახალ საქართველოს და ლეიბორისტულ პარტიას არჩევნების მეორე ტურში მხარდამჭერებს ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდონ. თქვენ უყურებთ ინგა გრიგოლიას დღის ამბებს 4-ზე კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ვინაიდან თითქმის ყველგან ერთმანეთს ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ეჯახება რეალურად გამოდის ისე რომ ხელმომწერები პოლიტიკურ პარტიებს ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. ერთი პარტიის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობის თავმოყრა გზას უხსნის იმ რეალობას, რომელიც გვეგონა, რომ ჩვენმა ქვეყანამ განვითარების ბოლო 25 წლის მანძილზე უკან მოიტოვა. ნუ დავბრუნდებით წარსულში, მოგმართავთ პროდასალურ პარტიებს, რომელთათვისაც ღირებულია ქვეყნის განვითარების ევროატლანტიკური ვექტორი და ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებები. არიდოთ ქვეყანას დაუბალანსებელი ერთპარტიული მმართველობის საშიშროება და მოუწოდოთ თქვენს მხარდამჭერებს მმართველი პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობის თავიდან ასაცილებლად არჩევნების მეორე ტურში არჩევანი ოპოზიციის კანდიდატების სასარგებლოდ გააკეთონ. გვჯერა რომ ქვეყნის განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე ქართველი პოლიტიკოსები იხელმძღვანელებთ რაციონალიზმის და არა პარტიული დაპირისპირების პრინციპით. ნათქვამია პარტიებისადმი მიმართვაში, რომელსაც ხელს 50 ადამიანი, მათ შორის თამარ გურჩიანი, ლაშა ბუხაძე, ნატა ფერაძე, გიორგი მშვენიერაძე, დავით ბუხრიკიძე, ნინია კაკაბაძე, ბაია პატარაია, გოგი ხოშტარია, ლიკა ბასილაია, შავგულიძე, ნიკო ცეცხლაძე, ვახო ბაბუნაშვილი, მიშა მშვილდაძე, თეო ხატიაშვილი და სხვები აწერენ. სულ პირველებმა რესპუბლიკელებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია მეორე ტურზე. ჯერ იყო და დავით ბერძენიშვილმა თქვა, რომ ნარჩემაშვილსა და გიგი წერეთელს შორის იგი ხმას არ მისცემდა კობა ნარჩემაშვილის სასარგებლოდ და გუშინ უკვე ჩვენს ეთერში თამარ კორძაიამ ღიად და პირდაპირ თქვა, რომ ამ არჩევანის შემთხვევაში იგი ხმას გიგი წერეთელს მისცემდა. საიწავა 30 ოქტომბერს რესპუბლიკელების ხმები დავით უსუფაშვილმა არჩევნებამდე აქ ამ სტუდიაში ცოტა ხნით ადრე თქვა, რომ მას ჯეროდა 9 ოქტომბერს უკეთეს საქართველოში გაიღვიძებდა. იღვიძებს თუ არა, იგი უკვე აგერ 10 დღეა უკეთეს საქართველოში. რამდენიმე წუთში ჩვენ შეკითხვებს პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უპასუხებს. მანამდე კი ქართული ოცნება და მისი მაჟორიტარობის კანდიდატი მცხეთაში დიმიტრი ხუნდაძე. როგორ აფასებს იგი სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მოწოდებას მეორე ტურში ხმა არ მისცენ ოცნებას და რატომ უთხრა გაზეთ ქრონიკა პლუს ინტერვიუში, რომ თუ მეორე ტურში რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდა და მაჟორიტარულ ომში დამარცხდა, არაა გამორიცხული დაფიქრდეს უღირს თუ არა საერთოდ პარლამენტში შესვლა. სი დიმიტრი ხუნდაძე უკვე პარლამენტშია შესული, მე მას მივესალმები. ბატონო დიმა, როგორ გესმით ჩვენი მცხეთიდან გვერდება სწორედ დიმიტრი ხუნდაძე, ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი მცხეთაში. მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მე მინდა ჩვენი საუბარი დავიწყოთ სწორედ იმ მიმართვით, რომელიც სამოქალაქო სექტორის ნაწილმა გაავრცელა და ეს არის მიმართვა პარტიებისადმი, რომლებიც ვერ მოხვდნენ თავად პარლამენტში და რომელთაც არ აქვთ მეორე ტური, თუ შეიძლება აქვთ კიდეც ცალკეულ შემთხვევებში, მაგრამ ხმა მისცენ ქართული ოცნების
წინააღმდეგ იმისთვის, რომ თქვენმა გუნდმა ვერ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. როგორია თქვენი შეფასება? რა არის ეს მიმართვა თქვენთვის? დიდი მადლობა ინგა, მოგესალმებით, მადლობა თქვენ მონაწილეობისთვის. კი ბატონო, პირველი ტური დასრულდა იმ შედეგით, რაც ვიხილეთ. მე რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნებოდი, რომ მრავალპარტიული ყოფილიყო პარლამენტი და ოპოზიცია უფრო ზლავრი ყოფილიყო, ვიდრე დღეს არის, მაგრამ ეს არის მათი სისუსტე. ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძელით ის, რომ პირობა შეგვექნა ყველა პარტიისათვის თანაბარი წინასაარჩევნო, მაგრამ საზოგადოება ნდობას უცხადებს ისევ ქართულ ოცნებას, ის მოვიდა იმ რაოდენობით, რაც ვიხილეთ ჩვენ უკვე, თუმცა არის მეორე ტური, სადაც მაჟორიტარულ ოლქებში პირველ ადგილზე უმეტესწილად არიან ქართული ოცნების წარმომადგენლები და მე ვფიქრობ, რომ როგორც პირველი ტური დავამთავრეთ ჩვენ წარმატებით, ასევე წარმატებით დავასრულებთ მეორე ტურსაც. რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო უმრავლესობის რეალური შანსი არსებობს, მაგრამ მე ვფიქრობ, არ უნდა დავაყენოთ საკითხი ისე, რომ თითქოს არის მოწოდება, რომ მხარი დაუჭირონ ოპოზიციურ პარტიას, ფაქტიურად ნაციონალურ მოძრაობას, რომ ქართული ოცნება არ შედგეს როგორც ვინ არ უნდა დააყენოს საკითხი ასე, ბატონო დიმა, თუ შეიძლება, ანუ თქვენ ამბობთ, რომ არ უნდა დავაყენოთ საკითხი ასე, ამას ამბობთ იმ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მიმართ, ვინც ეს მიმართვა გაავრცელა. ფაქტია, რომ 2-3 შემთხვევის გარდა ყველგან ეჭიდავება ერთმანეთს ყოფილი და მოქმედი სახელისუფლებო გუნდი. არც მათი მხრიდან არ უნდა დადგეს საკითხი და არც საზოგადოებამ არ უნდა შეაფასოს. ეს მე ვფიქრობ, ეს არის მორიგი ძალადობა ამორჩევლის ნებაზე, ეს არის ძირითადად ნაციონალურ მოძრაობისათვის მახასიათებელი, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ არის თქვა საერთო იმ ხელისუფლებისათვის, ვინც ძალაუფლებას მოროტად იყენებს და ასეთი არის სწორედ ქართული ოცნება. ჩვენ ამ 4 წლის განმავლობაში დავასაბუთეთ ეს, რომ თქვა ხელისუფლება არასოდეს არ მიდის საზოგადოების წინააღმდეგ. ის არის საზოგადოებასთან ყველაზე ახლომდგომი პარტია და სწორედ დამოკიდებულებაც მოსახლეობის ამ არჩევნებში იყო შესაბამისი. ხელისუფლება თუ კი საკონსტიტუციო უმრავლესობაზე ეს ნამდვილად ვფიქრობ, უკვე ამის ყველანაირი შანსი არსებობს. ვფიქრობ, ეს იქნება სიმშვიდისა და სტაბილურობის გარანტი. იმიტომ ჩვენ გვახსოვს, როცა დღეს უკვე მილევადი პარტია ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობ, ის იყო წარმოდგენილი სამჯერ მეტი ოდენობით, ვიდრე ეს დღეს არის. ის მუდმივად აპელირებდა ნეგატიური ინფორმაციის მიწოდებით საზოგადოებაში, სულიყო ორომტრიალი, საბოტაჟი, რაღაც დატოვება პარლამენტის კანონების ჩაგდება. ისე რომ მე ვფიქრობ, საზოგადოებამ სწორედაც უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომ ქართული ოცნება იყოს საკონსტიტუციო უმრავლესობის. მაგრამ თქვენ არ ფიქრობთ, ბატონო დიმიტრი, ვიდრე საკონსტიტუციო უმრავლესობის ოპოზიციის დღეს აქვს შანსი. კი ბატონო, დაასრულეთ და დაგისვავთ კითხვას, ბოდიში გვიან მოდის ხმა. დღეს აქვს საზოგადოებას შანსი იმისა, რომ საზოგადოებამაც და ქვეყანამაც სიმშვიდის რეჟიმში იცხოვროს და მე ვფიქრობ, სწორედ ეს იქნება საფუძველი უფრო მეტი წარმატებისა და უფრო მეტი წინსვლისა. ისე რომ საზოგადოებამ შეცდომა არ უნდა დაუშვოს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ სწორედაც რომ ქართული ოცნება ყველაზე ახლომდგომი საზოგადოებასთან, ყველაზე მშვიდი და კონსტრუქციული პარტია იქნება სათავეში და იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობა. ბატონო დიმიტრი, რა გაძლევთ ამის თქმის გარანტიას? მე კიდევ ერთხელ მინდა გაგახსენოთ, რომ უკვე მოწოდებები დაიწყო, რომ ისინი, ვინც აღარ მონაწილეობენ მეორე ტურში, მათ საკუთარ მხარდამჭერებს უთხრან, რომ ოცნების საწინააღმდეგოდ გადანაწილდეს ხმა. თითქმის ყველა ლიდერი ამბობს, რომ ეს ასე არ იქნება, მაგრამ რა გარანტია გაქვთ, რომ მაგალითად პარლამენტს გარეთ დარჩენილი, ბარიერს მიღმა დარჩენილი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერები, გაბრაზებულები ხელისუფლებაზე არ წავლენ და არ მისცემენ ხმას თქვენ საწინააღმდეგოდ. თუნდაც იგივე მცხეთაში, სადაც თქვენმა კონკურენტმა ცეზარ ჩოჩელმა მაგალითად 39.75 აიღო, თქვენ კი 41.27. ანუ ძალიან არც თუ ისე დიდი სხვაობა არის თქვენ შორის და როცა ჩვენ ოპოზიციის ლიდერებიც კი გველაპარაკებია, რომ თურმე სახიფათო შეიძლება იყოს საკონსტიტუციო უმრავლესობის ხელში აღება ოცნებისთვის, რა გაძლევთ იმის გარანტიას, რომ სწორედ თქვენს წინააღმდეგ არ იქნება გაცემული ბევრი ხმა ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ თუნდაც?
არა მე იმაში ეჭვი არ მეპარება რა თქვა ნაციონალური მოძრაობის ხმები ჩემი ოპონენტის მხარეს წავა მაშინ ეჭვი არ მეპარება მაგრამ მე ჯერ მინდა რომ თქვენს თქვათ გაბრაზებულ გადაწყვეტილებაზე გავაკეთო კომენტარი პოლიტიკაში გაბრაზებული გადაწყვეტილება ყოველთვის წამგებიანია პოლიტიკური გუნდისთვისა და ზოგადად ქვეყნისთვისაც ისე რომ საზოგადოება არ მიიღებს გაბრაზებულ გადაწყვეტილებებს და ის იქნება მოწოდების სიმაღლეზე და ის დაუჭერს რა თქმა უნდა ქართული ოცნების წარმომადგენლებს მხარს ჩემს ოპონენტთან მიმართებაში მე შემიძლია თავად გითხრათ რომ პირველი ტური ჩვენ რა თქმა უნდა გავიმარჯვეთ ასევე გავიმარჯვეთ მეორე ტურშიც მე ვხედავ საზოგადოების უფრო მეტ მზაობას ვიდრე ეს აქამდე იყო და მე დარწმუნებული ვარ და ამის საფუძველს მაძლევს სწორედ განწყობა საზოგადოებისა ისე რომ მეორე ტური აუცილებლად დავთავრდება გამარჯვებით რომ ქართული ოცნების მაჟორიტეტი კანდიდატი თქვენს წინაშე მდგომი დიმიტრი ყოძე მაღალი პროცენტი გაიმარჯვებს მცხეთაში ამას დაველოდებით 30 ოქტომბერს იქნება საბოლოოდ ეს ბოლო რაუნდი შეიძლება ითქვას ბოლო პოლიტიკური რაუნდი ამ ბრძოლის მე წავიკითხე თქვენი ინტერვიუ სადაც საუბრობთ იმაზე ბატონო დიმიტრი რომ საერთოდ თუ მცხეთაში გაუთვალისწინებელი რა მოხდა ქრონიკა პლუსში იყო ეს ინტერვიუ არ არის გამორიცხული ჩემს პოლიტიკურ მომავალს გადავხედო და დავფიქრდე მიღეს თუ არა პარლამენტში შესვლა ანუ მართლა ასე ფიქრობთ რომ თუ თქვენ წააგებთ მაჟორიტარულ ომს 30 ოქტომბერს შეიძლება უარი თქვათ პარლამენტში შესვლაზე სადაც რამდენადაც ვიცი თქვენ უკვე სიით შესული ხართ ისედაც ჩემთვის თავარი მიზანი არ იყო პარლამენტში მოხვედრა გახსოვთ ალბათ ჩემი განცხადება მე ჩემ პოლიტიკურ გუნდს ვთხოვე რომ სიაში არ შევეყვანე იმიტომ რომ მე პარლამენტში მიღირ შესვლა ჩემი მცხეთელების და მცხეთის რაიონის მოსახლეობის პირდაპირ მხარდაჭერით მე ჩემ გუნდს რა თქმა უნდა მადლობას უცხადებ ასეთი მაღალი ნდობისათვის რომ სიაში ვარ შეყვანილი და ჩემი სავარძელი ასე ვთქვათ პარლამენტში დგას მაგრამ კიდევ მეორე ეს არ არის მთავარი მთავარი ის რომ ჩვენთან დღეს არამხოლოდ არჩევანი ტარდება ვთქვათ რომელი კანდიდატი უნდა იქნას გამარჯვებული და საზოგადოება მიცეს მანდატი არამედ მე ვიტყოდი პირდაპირ რომ დღეს მცხეთაში არის არჩევანი ღირსებისა ჩვენ ვთქვათ უბრუნდებით ისევ ძველ რეჟიმს ნაციონალური მოძრაობის სტილს მართვისა მაღალ კორუფციას თუ ვთქვათ ჩვენ ვაგრძელებთ მხოლოდ მცხეთაში მხოლოდ ლოკალურ პრობლემაზე მიანიშნებთ ეხლა პოლიტიკურ ხედვებზე თუ მთელ საქართველოში არა მე დღეს ახლა ვსაუბრობ კონკრეტულად მცხეთაზე იმიტომ რომ გარკვეულწილად უჩვეულოდ ტარდება ჩატარდა წინასაარჩევნო პერიოდი გარკვეული ასთა სხვადასხვაობა იყო კითხვის ნიშნები მაგრამ დღეს ეს კითხვის ნიშნები საზოგადოებაში არ არსებობს მზარდია პოზიტიური განწყობილება ჩემი და ჩემი პარტიის მიმართ კიდევ უფრო მეტი ვიდრე აქამდე იყო საიდან დაასკვენით ეს ბატონო დიმიტრი 10427 ხმა აიღეთ თქვენ 10062 ხმა აიღო თქვენმა კონკურენტმა ცეზარ ჩოჩემა ანუ მე მაინტერესებს გავარკვიო რა არის თქვენი ოპტიმიზმის საფუძველი ჩვენ გვახსოვს რომ პარტიების წარმომადგენლებიც კი გაერთიანდნენ და საერთო განცხადებაც კი გააკეთეს ზუსტად ისეთი მხარდამჭერი როგორსაც დღეს სამოქალაქო სექტორი მოუწოდებს სხვა პარტიებს ვინ გაერთიანდნენ უკაცრავად ანუ სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები არჩევნებამდე ხომ შეიკრიბნენ და გააკეთეს ჩოჩელის მხარდამჭერი განცხადება შემიძლია გითხრა იმიტომ რომ 9 წევრი საკრებულოდან გაერთიანდა და ასე ვთქვათ ჩემგან გამიჯნა გამოაცხადეს ხოლმე არ ებიჯნებოდა ქართულ ოცნებას და ამ დროს არც ერთი არ იყო ქართული ოცნების წევრი და ისინი იყო ხო და ახმების კონსოლიდაციაზე გელაპარაკებით ბატონო დიმიტრი მე ძალიან არა იგა ერთსოც მე უბრალოდ ძალიან მიკვირს ახლა როგორ მემიჯნებოდნენ ისინი მე ან ჩემ პარტიას როცა არ ჩემი პარტიის წევრები არ იყვნენ და არც ვთქვათ ჩემი მომხრეები ისე რომ აქ მე ამის საფუძველს მაძლევს თვითონ საზოგადოების განწყობა მანამდე თუ კი აქ კითხვის ნიშნები იყო საზოგადოება შეიყვანა შეცდომაში თითქოს დამოუკიდებელი კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი იყო ალტერნატიული კანდიდატი ქართული ოცნები და დღეს ეს კითხვები უკვე არ არსებობს ყველამ დაინახა ვინ არის რა თქმა უნდა ყველა ადამიანი და მით უმეტეს პოლიტიკოსი რომ საზოგადოებაში გამოდის და არჩევანის წინაშე დგება მისი ყველა ესეთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი არის მისი წარსული ისე რომ აქ შეფასებები უკვე გაკეთებულია საზოგადოებას არჩევანზე ეს ფაქტი რომ დღეს ზუსტად საუბრობთ ვისკენ შეიძლება წავიდეს ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიების ხმები კარგით გავიგე რომ თქვენ გაქვთ გამარჯვების იმედი გამარჯვების შემთხვევაში და საკონსტიტუციო უმრავლესობის
ხელში აღების შემთხვევაში ქართული ოცნების მხრიდან ხედავს ძალიან დიდ საფრთხეს ბევრი თქვენი ოპონენტი. დღევანდელი